რა იყო ჯემალბეი შეგეშინდა? მე გულჯემალი მქვია. რით ვერ დაიმახსოვრე? სულაც არ მაინტერესებს რა ქვია. ხვალ პოლიცია მოვა და დაგიჯერენ. შენ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო დაისჯები. ხვალ აქედან მეც გავალიცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი საქმრო მოვა და აქედან წამიყვანს. შენ კი პასუხს გაგებინებს. შენი საქმრო მოკვდა. რა სისულელია? ჩემი საქმრო არ მომკვდარა. მოკვდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. კითხულები. შეუძლებელია ასეთი ცუდი ადამიანი იყო. არასწორი მამაკაცი შეყვარებია გრძელ წამწამიანო. ამას რატომ ამბობ? შენი საქმრო არ მოვა. უბრალოდ ამას შეეგუე. მკვლელი ხარ. მკვლელი ხარ. მკვლელი. შენის მოკალი. 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 რას გვერდში ჩვენგან რა გინდა გულჯემალ? ჩემი შვილი გაათავისუფლე. გაათავისუფლე ჩემი ქალიშვილი. რა ხდება? ის კაცი ვინ არის რატომ ყვირის? გულჯემალმა გოგო დაატყვევა. აკყავს ვინ? ვინაობა არ ვიცი. გახსოვს გაგვაფრთხილა სარდაფში ოთახი მოამზადეთო. გვეგონა რომ სიძესი გამოკეტავდა თურმე იქ გოგო ჩაკეტა. მაგრამ რატომ? გოგოს რისთვის იტაცებენ? ესე იგი ძმა გულჯემალმა იმ გოგოს ხელის ხოვა. მამამისმა უარი უთხრა. მანაც მოიტაცა. რა სისულელეს ამბობ? რამდენი დღეა რაც გულჯემალი ჩამოვიდა. იმ გოგოს შეყვარება როდის მოასწრო? გულჯემალს სხვაგვარი სიყვარული შეუძლია, სწორედ ასეთი. გიჟური, შეშლილი, ბობოქარი. რა წარმოსახვის უნარი ქონია. ბრავო. გეფიცები არ ვაზვიადებ. დარწმუნებული ვარ რომ ასეა. ის გოგო ამ სახლში ყველაფერს შეცვლის. ყველაზე მეტად კი გულჯემალს შეცვლის. მე მithქვამს ასე იქნება. შვილო რა ხდება? წყალი წაუღე. ის გოგო ვინ არის აქ რატომ ჩაგედე? ნუ რაფერს მკითხავ. უბრალოდ წყალი წაუღე. ძმაო ის გოგო სულ აქ დარჩება? ერთად ვიცხოვრებთ? ამ სახლში გოგო პირველად მოიყვანე და ამიტომ მკითხულობ. ამ სახლში როდის აქეთ მაკრიტიკებენ? კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. რა ხდება დედა? სახლში რატომ წამოგვიყვანე? დედას აფერდებას ვერ ვუკავშირდები, იმ კაცმა მამა ჩემი წაიყვანა, ახლა მის სახლშია. ახლავე იმ კაცთან უნდა წავიდეთ. დრო არ უნდა დავკარგოთ, ხლავე პოლიციაში წავიდეთ. შემდეგ მის სახლში. დამშვიდდი. ვერ დამშვიდდები. როგორ დამშვიდდე? ეს ქორწილი არ შედგება. რა? საჭირო კომენტარი გავაკეთე, სტუმრები ალბათ უკვე დაიშალდნენ. დედა ზაფერას ნიშნავს ქორწილი არ შედგება. ვიღაც გულჯემალმა მამა ჩემი წაიყვანა. დევა მის მოსაძებნა წავიდა. მერც ვერ ვუკავშირდებით. ქორწილი არ შედგება? რა ხდება? იფეკ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. რა მოხდა დედა? ჩვენს გაგვაგებინე. მამას რამე დაემართა? არა, მამა შენს არაფერი დაემართა, არც დევას. ეს ქორწილი რატომ არ შედგება? მერთმა დევა მიატოვა. რა? რა? რას ქვია მიატოვა? ხუმრობაა? მერც დევა ძალიან უყვარს. ნეტავ მართლა ხუმრობა იყოს. მის ცხოვრებაში სხვა ქალი ყოფილა, დღეს დაქორწინდნენ. ერთი წუთით, ახმა მიჯერს. როგორ თუ სხვაზე დაქორწინდა? რას ნიშნავს? დედა, ხვდები მაინც რაც გვეუბნები. რა თქმა უნდა, შვილო, სიმართლეს ვამბობ. ველა ჩვენგანი მოგვატყუა. ამის გამო პასუხს ვაგებინებ. არ შევარჩენ. დევა? დედა ზაფერ. დევა იმ კაცის სახლში წავიდა. ეს რა უბედურებაა? არ მესმის. ჩვენს თავს რა ხდება? ღმერთო დაგვეხმარე. იფეკ, დამშვიდდი. თქვენო პატრონოები არ ხართ. ყველაფერს მოვაგვარებ. აქ ვარ. კარგი, დამშვიდდები. ღმერთო დაგვიფარე. გისმენ.
რას ამბობ? რაღაც მოხდა არ მაღან. Ახლავე საჭირო პიროვნებას გააგებინე. რა მოხდა? მამაჩემ შეემთხვა რამე? იჩქარეთ, ჩვენც მოვდივართ. კარგი. მამაჩემს რა შეემთხვა? მამას თუ დევას? დაჯექი. მამა შენიც კარგად არის და დებაც. თურმე თქვენი სახლი და ატელიე იწვის. რა? დამეხმარეთ. გთხოვთ, დამეხმარეთ. იმ კულელმა ჩემი საქმე რომ მოკლა. მამა ჩემის სცემა. მე კი გამომგედა. გთხოვთ, დამეხმარეთ. დამეხმარეთ. გთხოვთ. დამშვიდდი შვილო. დაწყნარდე. ეს ყველაფერი გულჯემალმა ჩაიდინა. ის მკვლელია. გთხოვთ. პოლიციაში ატყობინეთ, გთხოვთ. აქედან გამიყვანეთ. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. რა ახსნა? რა ახსნა? გითხარით ჩემი საქმე რომ მოკლა. მამა ჩემი კი ნახა მოკვდა. გთხოვთ, დამეხმარეთ, აქედან გამიყვანეთ. გთხოვთ. ჩვენ გულჯემალ ბეის საქმეებში არ ვერევით. შვილი არ გყავთ? არ გყავთ? ქალიშვილი? გინდა შენს ქალიშვილსაც ისე მოიქცნენ, როგორც ახლა მე მეკცევიან? ხომ ხედავ, საპატარძლო კაბა მაცვია. დღეს ხორწილი უნდა მქონოდა. შემდეგ ჯემალ ბეი გამოჩნდა და მთელი ცხოვრება თავდაღირა დააყენა. მამა ჩემი ახლა კართან დგას, საბრალო კაცი, ცოცხალ მკვდარია. ჩემი საქმე რომ მკვდარია. გთხოვ, დამეხმარე. გულჯემალი ბოროტი ადამიანი არ არის. მომხდარს თავისი ახსნა ექნება. ანუ არ დამეხმარები? წყალი დალია, დამშვიდდები. წყალი დალია? მომხდარის შემდეგ წყალი დავლია. გთხოვთ, დამშვიდდით. გამიშვით. გთხოვთ, დაწყნარდით, უკან დაიხიეთ. გამიშვით. გთხოვთ, უკან დაიხიეთ. გამიშვით. იფეკ. საყვარელო. იფეკ. შვილო აქ ვარ. აქ ვარ. ყველა მოგონება ფერფლად იქცა. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შორიდან ვუყურებ. რა მეშველება? რა ვქნა? ესეც იმ გველმა ჩაიდინა. წყეული მციყავ გულჯემალ. უფალმა დაგწყევლოს. ამის გამო პასუხს აგებ. ნუდირი. დიბრალული არ შეგიძლია გულჯემალ. ჩემი შვილი გაათავისუფლე. ჩემი ქალიშვილი გაათავისუფლე. საბრალო ძალიან განიცდის. იმ კაცის მიმართ კეთილად განვეწყვე, ფეხზე ძლივს დგას. ხმა აღარ აქვს რომ იყვიროს ახლა. ძალაც აღარ აქვს, მაგრამ ქვას რკინის გისოსებს ურტყამს, რათა თავის სმა ქალიშვილმა გაიგონოს, რომ მამამისი ისევ აქ არის. მომხდარის მიუხედავად თავისი შვილი არ მიატოვა. კოჩა ხმას. გულჯემალ. რას აკეთებ, შვილო?
რას ვაკეთებ? რა მოხდება? იმ გოგოს აქ რამდენ ხანს გამოკეტავ? მანამდე სანამ თვითონ არ იქნება თანახმა რომ ჩემთან ერთად იცხოვროს. ცხოვრებაში ჩემზე უარი ერთხელ თქვეს. იმ ქალმა, რომელსაც დედა ჩემი ქვია. დავიფიცე ცხოვრებაში ზურგს არც ერთი ქალი აღარ შემაქცევს მეთქი. ფიცს არასოდეს გავტეხ. ეს ყველაზე უკეთ შენიცი. ხომ ასეა? ჩემი გული უკვე ვეღარ უძლებს. შენ როგორ ძლებ? მეეფენდი. იბრაჰიმ? შენ? იბრაჰიმ, ღმერთო ჩემო. მამა. ბიჭებო. გარეთ რომ კაცია გულზე ხელი დაიდო და გონება დაკარგა. სასწრაფო გამოიძახეთ. გულჯემალს უთხარით. მამა ჩემს რაღაც დაემართა. რაღაც დაუშავეს. მამა ჩემს რა სჭირს? მისი ხმა აღარ ისმის. მამა შენი წავიდა. არ წავიდოდა. წავიდა. არ წავიდოდა. არ დამტოვებდა, არ წავიდოდა. წავიდა. იტყუები. მიხვდა რომ აქედან ვერ გაგიყვანდა და წავიდა. რაღაც მოხდა. მას რაღაც დაუშავე. რაღაც შეემთხვა. მითხარი რა დაუშავე? ისიც მოკალი? მე არავინ მომიკლავს. ჩემ გარდა სხვა ვერავინ დაგეხმარება. ისიც კი არ ვიცი, მამა ჩემი და ცოცხლები არიან თუ არა. ვიცი, საშინელება მოხდა, მაგრამ ახლა პოლიციაში უნდა მივდიოდეთ. სახლში რატომ ვართ? ვინ არის ეს კაცი? ვინ არის? პოლიციაში რატომ ვერ მივდივარ? ხმას რატომ ვერ ვიღებ? შესაძლოა ჩემი და მამა ჩემი ცოცხლები აღარც არიან. მსგავსი არაფერი მომხდარა. შენ რა იცი? ვიცი, რადგან ვიცი, იმ კაცს რაც უნდა. დედა, გვითხრი რა უნდა რომ ჩვენც ვიცოდეთ? დევას ითხოვს. დევას? ინით მოხატვის შემდეგ წვიმა რომ წამოვიდა. მერე? შენი ინა მის ხელზე რომ ჩამოირეცხა, ისე გამოვიდა თითქოს ინა იმ კაცთან ერთად ჩამოირეცხე. დევას გადაეკიდა.
ანუ შეუყვარდა და არ მოასვენებს? ასე იმიტომ მოიქცე, რომ დევა დაატყვევოს. მამა შენმა მითხრა. დევასთვის უთქვამს, ჩემთან მოხვალ და მიჩოგებ და შემეხვეწებიო. 3 დღიანი ვადა მიუწია. ვადა მოიწურა და თავისი გააკეთა. სახლი გადაგიწვათ, რათა დევას წასასვლელი არ ქონოდა. სული თავადმყოფია. რა თქმა უნდა. დედა ზაფერ, ჩვენ რამე მოვიმოქმედოთ. რამე გავაკეთოთ, პოლიციაში წავიდეთ. ჩემი და იმ ავადმყოფთან ერთად ერთ სახლშია. ასე ვიჯდეთ? რა ვქნათ? პოლიციაში ვერ წავალთ. რატომ? რატომ ვერ წავალთ? იმიტომ რომ დევას დაარწმუნებდა. თუ რა თქმა უნდა მისი იქ დარჩენა არ სურს. მამა შენს რაღაც რომ დაუშაონ, იცის რომ დევა იქ არ გაჩერდება. მამა შენი უვნებელია. მე შენსავე დარწმუნებული ვერ ვიქნები. პოლიციაში მივდივარ. იფეკ. ჩემს სიტყვას ზალა აღარ აქვს? უკვე აღარ მიჯერებთ? რატომ ჯიუტობ? გითხარი პოლიციაში ვერ წავალთ. ამ საქმეს მე მოვაგვარებ მეთქი. ჩემი არ გჯერა? წადი, წადი. ნახოთ ამით ვის დაეხმარები. ნახოთ ჩემი გადათელვა ამად ღირდა თუ არა. დედა, რადგან ასეთი დარწმუნებული ხარ, ესე იგი, იმ კაცს იცნობ. გულჯემალს იცნობ. ადრე ვიცნობდი. აქედან დიდი ხნის წინ წავიდა. კარგი. რადგან ასეა? რადგან შენ იცნობ? რადგან პოლიციაში ვერ მივდივარ? ჩემს დას და მამა ჩემს შენ დაეხმარე. რა თქმა უნდა დავეხმარები. იქიდან წამოვიყვან. ზაფერჰანი? იფეკ. რა მოხდა? მამა შენი. მამას რა დაემართა? ოცნებები, ოცნებები. კარგად გეძინა? კარგად თუ არ გეძინა, ვეთყვი და ესოს მხარეს მდებარე ოთახს მოგიმზადებენ. არა, თავს კომფორტულად უგრძნობ. კარგი. თუ ასეა ვისაუზმოთ. შემდეგ კი სადღაც უნდა წაგიყვანო. არსად წასვლა არ მინდა. კარგი, სხვა დროს წავიდეთ. ვისაუზმოთ. დამპირდი რომ 100 წლამდე იცოცხლებ. კარგი, ოღონდ შენც უნდა იცოცხლო. მე უეჭველად უფრო ადრე მოკვდები. ღმერთმა დაგიფაროს. შენ რომ მოკვდი 100 წლამდე უშინოდ რა მეშველება. შენც 100 წლამდე იცოცხლე. გაგვიშვით, თავი დაგვანებეთ. გაგვიშვით. განა რა დავაშავეთ, გაგვიშვით. რა დავაშავეთ? ვის რა დავუშავეთ? რას გვერჩით? გაგვიშვით. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ძმაო, გაგვიშვით. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, გაიგეთ, გაგვიშვით. გითხარით უდანაშაულოები ვართ. გაგვიშვით. არაფერი დაგვიშავებია. მოკეტეთ. მამის ხელა კაცს თავყბა გაუერთიანეთ და ახლა გაიძახით არაფერი დაგვიშავებიაო? ძმაო, ჩვენ ეგ გვიბრძანეს, მართლა? ჩვენ გითხარით წადით და შეაშინეთო. გითხარით სემაში მოკალითო? სული თავად მოყოფი. მაგ ბიჭებს რას უპირებ? ჩვენ ბრძანება შევასრულეთ და უცვლელ კაცს არ უნდა შეხებოდით.
საბრალო ადამიანი ფეხით არ უნდა გადაგეთელათ. ასე რატომ მოიქეცით? მომისმინეთ ძმაო, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. უმწეო კაცი მიწასთან გაასწორეთ. ამაზე მეტი რაღა უნდა დაგეშავებინათ. მოვიფიქრეთ თუ როგორ უნდა დაგსაჯოთ. რას ამბობს? შური უნდა ვიძიოთ. ჩვენც ისე უნდა მოგექცეთ, როგორც თქვენ სხვას მოექეცით. უფროსო, შენს წინაშე ქეთს ვიხრი. გვცემე. გითხარით შური უნდა ვიძიოთ მეთქი. გთხოვ, ამას ნუ ჩაიდენ ძმაო. შეგვიბრალე, დაგვინდე. ნახოთ, თქვენ დაუცველები, არა ძმაო, დაუცველები დაგეშილ ძაღლებს როგორ მოიგერიებთ. გთხოვ, არ გინდა ძმაო. ნახოთ ძაღლები შეგიბრალებენ თუ არა. 3 წუთს გაძლევთ. 3 წუთს. თუ გაუძლებთ, აქედან თქვენი ფეხით წახვალთ. ვერ გაუძლებთ და უფალს დიდება. გთხოვ, არ გინდა. შეგვიბრალე, ამას ნუ იზამ. ადამიანების ზამებისგან სიამოვნებას იღებს. ძმაო, ძმაო. ავადმყოფია. ფსიქოპათია. სიამოვნებს, როცა სხვას აწამებს. მამას რა დაუშავა? იქნებ მამა ჩემიც არ შეიბრალა. პაციენტს გამონჯამრთელებას ვუსურვებ. მადლობ. შემიძლია მამა ვნახო? სამწუხაროდ რეანიმაციაში მნახველები არ დაიშვებიან. თუნდაც ზაფერ ფეხლი ვარ მაგთხოვოთ? კარგი, თქვენი ხათრით შევუშვებ. ოღონდ ასე არა, ხალათი უნდა ჩაიცვათ. სანიტარი დაგეხმარებათ. მარცხენა მხარეს არის. როგორ არის? ინფარქტის შემდეგ საავადმყოფოში გადმოყვანისას გული გაუჩერდა. ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა, ამიტომ თრომბი განვითარდა. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. გარკვეული პერიოდი მედიკამენტებით დავაძინებთ. ამ ეტაპზე არ ვიცით კვალი დაუტოვა თუ არა. რას უნდა ველოდოთ? ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ იბრაჰიმ ბეი გონს უნდა მოვიდეს. მხოლოდ მის გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ. გმადლობთ. გამონჯამრთელებას ვუსურვებ. ჩანდება. ის გულჯემალი როგორი არსება ყოფილა? შებრალების უნარი საერთოდ არ აქვს? არ აქვს. დევა იმ ავადმყოფისგან უნდა წამოვიყვანოთ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. დევას ახლა არ გამოუშვებს. დედა, ასე მშვიდად როგორ ხარ? შენი გავლენითი სარგებლე ის კაცი კანონზე მაღლა დგას? აქამდე მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დაგეყენებინა, არ მესმის რას ელოდები. პოლიციაში ვერ წავალთ. ასე დაჟინებით, რატომ მოითხოვ რომ პოლიციაში არ წავიდეთ? იმიტომ რომ იმ კაცს ვიცნობ. ვიცი რა ადამიანიც არის. ყველაფერს წინასწარ დაგეგმავდა. გავგიშდები. მომისმინე. იფექს თავგზა არა ურიო. პოლიცია არ უხსენო. ყველაფერს მოვაგვარებ. მამიკო. ასე როგორ გაგიმეტეს, მამა? არ დანებდე. მე შენ მოგივლი. არ დანებდე, გესმის? არ დანებდე. ბოდიშს გიხდით, ჩვენ არ გქონდა და მეგობარმა საჩაიედან მოიდანა. გმადლობთ. გულჯემალ ბეი, კონკრეტულად რას ეძებთ? ყველაფერს, რაც შეიძლება ქალს დასჭირდეს. თქვენს ქალბატონი ბრძანდებით, კაბა, ფეხსაცმელი, შიდა თეთრეული სუნამო. რაც გაქვთ ყველაფერი. იქნებ ქალბატონის აღნაგობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ. აქ ვიწერეთ, ჩვენ შესაბამისად შევარჩევთ.
თვალები რძეში ჩაწვეთებულ ყავის წვეთს უგავს. ისეთი გრძელი წამწამები აქვს. ღმერთო, მარაულს გავს. ხვეული თმა აქვს თითქოს მუდმივად ქარი უწეწავს. თმის სამაგრს არ იყენებს, თმას არ იკრავს. სულ გაშლილი თმა აქვს. იქნებ სხეული ზომებიც მოგწოდოთ. სხეული შვილის ნუკრს გავს. წვრილი მაჯები, ნაზი აღნაგობა, წვრილი წელი, თეთრი კანი აქვს. რომ გაიქცეს ვერ დაეწევით, საკმაოდ მკვირცხლია. ვფიქრობ ტანსაცმელს 36 ზომას მოირგებს, პალტო, კოსტიუმი 38. წითელი ფერი უყვარს. მწვანე ფერიც მოუხდება, ოღონდ? ოღონდ ლამაზი მწვანე, თეთრიც მოუხდება. თმასთან კონტრასტული იქნება, შავი არაფერი მინდა. შავი ფერის გარდა. გასაგებია, ბეი ეფენდი. ფეხსაცმელი 37 ზომა. კარგი. არა. დავინახე როგორი ცინოდი. არა, რატომ უნდა გამეცინა ძმაო? ხომ იცი რომ თვალები უკანაც მაქვს. გისმენ. შენთან დარეკვა მოვახერხე. თუმცა დიდხანს ვერ დაგელაპარაკები. ხომ იცი ადრეც გითხარი ამ სახლში ყველგან ყური და თვალია. ყოველ წუთს ვერ დაგირეკავ. ღმერთო გამაძლებინე. გოგო, ერთ დღეს ვიღაც გამოგიჭერს. პირდაპირ მითხარი. სახლში გუშინდელს მერე დაწებული სიტუაციაა. ეგ ვიცით, ზაფერ ჰანიმზე მიამბე. ზაფერ ჰანიმი სახლში დევას დასთან ერთად დაბრუნდა. საბრალო გოგო განადგურებულია. მათი სახლი და ატელიე ვიღაცას გადაუწვავს. ამბობენ რომ ეს შენ ჩაიდინე. კიდევ? იფეგზე არ მაღანს პოლიციაში წასვლა უნდოდა. ზაფერ ჰანიმი დაპირდა ამ საქმეს მე მოვაგვარებო. იმ გოგოს ახლა მას ვერ წართმევთო, ბოლოს მაინც დაარწმუნა. კარგად მიცნობს. ესე იგი თავისი ფეხით მოვა. კიდევ? შემდეგ რაღაც შეეტყობინეს და ყველანი საავადმყოფოში წავიდნენ. ჯერ არ დაბრუნებულან. ნიშნულოვანი რაღაც თუ მოხდა, მაშინვე დამირეკე. ძმაო გულჯემალ. იმ გოგოს სახლი მართლა შენ გადაწვი? დედა გარას უთხარი გოგო აბანაში შეიყვანოს, ცოტა დამშვიდდება. გოგოს თავზარი დაეცა, შემდეგ კი საუცხოო სუფრა გაშალოს, კარგი? კარგი. გოგოს ესენი ვუყიდეთ, მაგრამ ვნახოთ, თავად მოეწონება თუ არა. ცოტა ჯიუტია, შეიძლება დაგვიწუნოს. ხომ იცი მთელი დედამიწა რომ წუყიდო, მაინც არ გაპატიებს. მისთვის ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ არ მაპატიოს. ამის შესახებ მან არაფერი იცის. ერთ დღესაც გაიგებს. იფექი და არმაღანი სახლში წაიყვანე. როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო, ოღონდ მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. ჩავთვალე, რომ თქვენც უნდა გწოდნოდათ. თქვენი ქალიშვილი გულენდამი ფეხმძიმედ ყოფილა. მერთი მასი ამიტომ დაქორწინდა. ანუ ამის შესახებ იცოდით. ჩემი ინფორმაციის წყარო მხოლოდ შენ არ ხარ ემრულა. იმედია გულენდამს ეს ბავშვი უნდოდა. ხო მართლა. თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. ფათოში დაბრუნდა, სახლში გელოდებათ. ასე ადრე რატომ დაბრუნდა? მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდე? ჩემს წასაყვანად მოვიდნენ? არავინ მოსულა. როგორ თუ არ მოსულა? ჩემი და არმაღანი, პოლიცია, დედა ზაფერი. წამომყევი. აქედან გამიყვან? გამომყევი.
აქედან გავდივართ? საშინლად გაგიბრაზდებათ. ვინ? მხეცი ჯემალი. მას გულ ჯემალი ქვია. აქედან არ მივდივარ? შიგნით შედი. ეს აბანოა? დაიბანე. დავიბანო? გაგიჟდით? აქედან წასვლა მინდა, რა დროს ბანაობაა? შვილო. დამშვიდი. გულჯემალ ბეის ბრძანებაა. მართლა? რას აპირებს? შემდეგ თავის ოთახში მიხმობს? ამ სახლში ყველა გიჟები ხართ? საკმარისია, მივდივარ. კარგი. კარგი, შევალ. გულჯემალს უთხარი, რომ ყველაფერი რიგზეა. საღამოსთვის ყველაფერი მზად არის. შეგიძლია წახვიდე. კარგი. შვილო, კარი გააღე. არ გავაღებ. წადი აქედან. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. კარი გააღე, შვილო. მხოლოდ 5 დღით წავედი. აქაურობა სანაგვეს დაამსგავსეთ. გრცხვენოდეთ. მარანში ბრინჯს პეპლები ახვევია. მაცივარი ყარც. ქალბატონი და არმაღანი ალბათ შიმშილით ყდებიან. გაფუჭებული საჭმელიც კი არ გადაგიღრიათ. რაც შეეხება სახლს, განავლის სუნით ყარს. ფათოშანიმ, სახლი დავალაგეთ. პირადად მე შევამოწმე. შენ გაჩუმდი. შენი ბინძური ხელებით სახლს როგორ დაალაგებდი? შედეგით სახეზეა. ამ სახლში მომუშავე პერსონალს რატომ საყვედურო, ფათოშ? ხანიმ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ზაფერხანიმ. რატომ დაბრუნდი? მამა შენი გუშინ დაკრძალე. შემთხოვე და ამიტომ წავედი. მის სიცოცხლეში იმდენი რამ გადავიტანე. სახლიდანაც კი გამომაგდო. უფალი მოწყალია. სული ჩემს ხელში დალია. ვიზიარებ შენს მწუხარებას. გმადლობ, ქალბატონო. გმადლობ. ჯერ 24 საათიც კი არ გასულა. ეს რა დაგვემართა, დევა? არ ვიცი როგორ გითხრა. მხოლოდ ის მინდა იცოდე, რომ იძულებული გავხდი ასე მოქცეულიყავი. იცოდე, ცხოვრებაში მხოლოდ შენ მიყვარ ხარ. ერთი შეცდომა და არ ღირს. გამომართვი. დაურეგე. რა? ვის დაურეგო? იმ გოგოს. ვიზეც უნდა დაქორწინებულიყავი. ესეც თამაშის ნაწილია? ცდი? არა, ეს თამაში არ არის. აბა რა არის? ხომ გინდა რომ მას მომხდარის შესახებ აუხსნა? რა უხსნა? მაგალითად რა ვუთხრა? ჩვენ დავქორწინდით გულენდამ. ნამდვილად არ მინდოდა რომ სხვისთვის საქმრო წამერთმია. სინდისი კენჯნის? შენთვის დაქორწინება მე არ დამიძალებია. თავად შემომთავაზე. დიახ,
საქმე ბავშვს ეხება. ვაღიარებ მომწონ ხარ. თუმცა ბრმად შეყვარებული არ ვარ. ვიცი რომ ჩემთან ჩემი ძმის შიშით მოხვედი. ესე იგი ყველა კარტი გახსნილია. დიახ, ასეა. ჩემი ფეხმძიმობის შესახებ ყველამ გაიგო. სხვა რაგსა მქონდა. ხომ გესმის? გონია მინდოდა ცოლად იმ მამაკაც გავყოლოდი, რომელსაც არ ვუყვარვარ. არ მიყვარხარ კი არა, გულენდამ, არ გიცნობ. ჩემი ძმა რომ არა, გაცნობასაც არ ისურვებდი. მაგრამ არ მიგვირს. საგუთარმა დედამ არ შემიყვარა. და შენ შემიყვარებ? ცოლად შენ გამო არ გამოგყევი. იმ უმანკო არსების გამო გამოგყევი, რომელსაც მუცლით ვადარებ. შენი შვილისთვის კარგი მამა იყავი. ბავშვი დედამისის და მამამისის გვერდით გაიზარდოს. ჩემსავით უბედური ბავშვი არ იყოს. ჩვენსავით. მეც არასასურველი შვილი ვარ. ბავშვთა სახლში გავიზარდე.